ეს არის ალბათ ყველაზე გრძელვადიანი, ყველაზე ისე ვთქვათ, არა თვალშისაცემი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც ეს ექსპერტები ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და სამოქალაქო პირებს აძლევდნენ და უზიარებდნენ. ეს ეხებოდა მთლიანად სისტემური პროცესის შესწავლას, ინსტიტუციურ განვითარებას. ანუ მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ბოლო პერიოდში, აი ხა რამდენიმე დღის წინ ნიუსიც იდო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, როცა ქართულმა სამედიცინო ქვედანაყოფმა სრულყოფილად დანერგა ნატოს ეგრეთ წოდებული ესეთი მობილური სამედიცინო ჯგუფის შესაძლებლობები და ანუ ყავს საქართველოში თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფი, რომელიც ნებისმიერ საერთაშორისო მისიაში ჩაერთვება სრულიად ნატოს სტანდარტების შესაბამისი ცოდნით, გამოცდილებით და აღჭურვილობით. და ეს ბუნებრივი არ მოდის მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვით. ამას სჭირდება ძალიან ხანგრძლივი მუშაობა იმისთვის, რომ სამედიცინო ოფიცერმა თუ ჯარისკაცმა შეძლოს იმ პროტოკოლების და იმ სტანდარტების მიხედვით ოპერირება ველზე, როგორც ამას აკეთებენ ნატოს წევრი ქვეყნები.